მოგესალმებით. დღეს ბევრ საინტერესო სიახლეზე ვისაუბრებთ. როგორ დაჩაგრეს კვარაცხელია ოქროს ბურთის ცერემონიაზე. რა კომენტარს აკეთებს ვილიარეალის მწვრთნელი მიქაუტაძეზე. როდის შედგება მამარდაშვილის ოფიციალური დებიუტი ლივერპულში და სხვა საინტერესო სიახლეებზე ცოტა ხანში გაიგებთ. სანამ დავიწყებთ, თუ დაალაიკეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა. როგორც მოგეხსენებათ, 2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული უსმან დემბელე გახდა. აღსანიშნავია, რომ ფრანგი ფეხბურთელის წარმატებას მისი თანაგუნდელი ხვიჩა კვარაცხელიაც გამოეხმაურა. რაც შეეხება თავად კვარას, ის ოქროს ბურთის ფინალში მოხვდა და საბოლოო სიაში მე-12 ადგილზე გავიდა. ისეთ ვარსკვლავებს გადაასწრო, როგორებიც ვინისიუსი, რობერტ ლევანდოვსკი, ჰარი კეინი, ლაუტარო მარტინესი, ჯუდ ბელინგემი და სხვები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქართველისთვის რეკორდია, ყველას ისეთი განცდა აქვს, რომ მეც იმსახულებდა. სულ რომ ერაფერი, მან გასულ სეზონში 4 დიდი ტიტული. სერია A, ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ არ აუშავს ყველაფერი წინაა. ფრანგი და იტალიელი ფანები სოციალურ ქსელში ამ ფაქტთან დაკავშირებით წერენ. ხვიჩა აშკარად მეც იმსახურებდა. ათეულში მინიმუმ უნდა გაეყვანათ. კვარაცხელია დაიჩაგრა. მან 2 ტოპ ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ მაინც ათეულს მიღმაა. ვინ მისცა ხმა? კვარაცხელია ბევრად წინ უნდა იყოს. ჩემი აზრით, ხვიჩამ მე-7-იან მერვე ადგილს იმსახურებდა. როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძემ ვილიარეალში სადებიუტო გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა ლა ლიგის მეხუთე ტურში ოსასუნას გაუტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. შეხვედრის შემდეგ ვილიარეალის მწვრთნელმა მარსელინომ საინტერესო კომენტარი გააკეთა. თუ მეტყოდნენ, რომ ჟორჟი პირველ გოლს თავით გაიტანდა თითქმის 2 მეტრიანი სამიმცველის წინააღმდეგ, ვიტყოდი, რომ ეს შეუძლებელია. მას სხვა მომენტებიც ჰქონდა, ბევრი რამ შექმნა. ფიქრობ, ის ბევრ გოლს გაიტანს, მაგრამ ყველას დრო უნდა მივსეთ. გასულ სეზონში მბაპესაც კი გაუჭირდა ლა ლიგაში ადაპტაცია. კმაყოფილი ვარ ჟორჟით, ძალიან მიხარია რომ გაიტანა, თქვა მარსელინომ. 23 სექტემბერს EFL Cup-ის მე-16 ფინალში ლივერპული საუთემპტონს დაუპირისპირდება. უდიდესი ალბათობით ამ მატჩში ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ინფორმაცია რამდენიმე ინგლისურმა გამოცემამ დაადასტურა. ქართველ მეკარეს ჯერჯერობით ახალ გუნდში ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია. მამარდამ 4 ამხანაგურ მატჩში ითამაშა, საიდანაც 1-ში კარიმ შრალად შეინახა და რამდენიმე კარგი სეივით შემოგთავაზა. საქართველოს ნაკრებისა და ოტფორდის ნახევარმცველის გიორგი ჭაკვეტაძის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ქართველი ფეხბურთელის ტრავმის შესახებ ინგლისური კლუბი წერს. სამწუხაროდ ჭაკვეს მოედანზე დაბრუნების პროცესს იმაზე ცოტა მეტი დრო კიდევ დასჭირდება, ვიდრე ვარაუდობდით, მაგრამ ბევრს მუშაობთ, რათა გიორგი საუკეთესო ფორმაში დავაბრუნოთ. ნათქვამია ოტფორდის განცხადებაში. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ჭაკვე მომდევნო 4-5 კვირაში დაბრუნდებოდა. როგორც ჩანს, დიდია შანსი, რომ გიორგი ოქტომბრის სანაკრებო შეკრებასაც გამოტოვებს სამწუხაროდ. ფრანგული გამოცემა Soul-Foot-მა პარის სენ-ჟერმენის ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს. და აი ისევ კვარადონა. დეზირე დუე და უსმან დემბელე ტრავმირებული არიან. ბრედლი ბარკოლა საუკეთესო ფორმაში ვერაა, მაგრამ რა აქვს პარიზელებს სანერვიულო, როდესაც კვარაცხელია ჰყავს, რომელიც მუდმივად საფრთხეს უქმნის მეტოქეებს და დავალებებს შესანიშნავად ასრულებს. კვარაცხელიას ჩამოსვლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რჩება გარდამტეხ მომენტად ლუის ენრიკეს არმადის ევოლუციაში. ვის შეუძლია ამტკიცოს, რომ დემბელეს შეეძლო ღერძის ასე მართვა ამ დამატების გარეშე. როგორც წარმოაჩენდა დუე სეზონის მეორე ნაწილში ასე თავს. თითქოს არც არაფერი არ მოხდა, ატალანტას 4 გოლი გაუტანეს და პარიზული გუნდის საჭადრაკო დაფაზე ხვიჩა გამოირჩეოდა. 3 წლის წინ იტალიის სამხრეთის შეზანძარებით მთელი ევროპა შოკში ჩააგდო, რის შემდეგაც ეიფელის კოშკის ძირში პარი სენ-ჟერმენში ლუის ენრიკეს მხარდაჭერით სრულად შეძლო ინტეგრირება. ასევე არ უნდა დავიწყოთ მისი სტატისტიკის შესახებ. მხოლოდ 9 გოლი აქვს გატანილი, რაც გასაკვირია. შესაძლოა სწორედ ეს არ ყოფნის იმისათვის, რათა სრულად ჩაითვალოს თავდასხმის ნამდვილ ლიდერად, რასაც დედაქალაქში მისი ჩამოსვლის პირველივე დღიდან ელიან. ის ახალი მარგალიტია, კლასიკური და ეს სადაო აღარაა. წერს გამოცემა. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა.